სახალხო პროტესტის 26-ე დღევანდელი განრიგით სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის მარშებს მოიცავს. ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან პროკურატურასთან, სადაც მოითხოვენ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას. ნანო ჩაკვეტაძე გვერდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება პროკურატურასთან. ნანო, დაიწყო თუ არა აქცია? საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია სწორედ ამ წუთებში იწყება. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს. სწორედ ამას სკანდირებენ საქართველოს პროკურატურასთან შეკრებილი მოქალაქეები. მე ახლა შევეცდები თავად აქციის მონაწილეებს გავესაუბრო. ლაშა ფარულავა ამ შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორია. ლაშა, გამარჯობა. სხვადასხვა უწყებასთან ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები. დღეს გადაწყდა პროკურატურა. გითხარი რა დატვირთვა აქვს ამ ადგილას საპროტესტო აქციის გამართვას? პირველ რიგში პროკურატურა, საქართველოს გენერალური პროკურატურა აღარ არსებობს. ეს არის ივანიშვილის პროკურატურა, ემსახურება ივანიშვილის რეჟიმს, რუსულ რეჟიმს და მოგონილი ცრუბრალდებებით არიან კონკრეტული ადამიანები დაკავებულები. ამ ადამიანებმა გაიარეს წამების და არაადამიანური მოპყრობის მძიმე სპირალი. და რა თქმა უნდა, პროკურატურა არის მთავარი უწყება, რომელიც ამაში მონაწილეობს, ხელს აფარებს სამართალდამცავებს, ხელს აფარებს ყველა იმ წამებელს, ზონდერს, რომელიც რუსთაველის გამზირზე უსწორდება ახალგაზრდებს. ბატონი გაბიტაშვილი არის სანქცირებული ესტონეთის, ლიეტუვის მიერ და რა თქმა უნდა, ეს სანქციები გაგრძელდება. ივანიშვილის რეჟიმი, როგორც პოლიტიკური სოდომი, აუცილებლად დაემხობა. ყველა გათავისუფლდება. ეს არის არა მხოლოდ თვეების, არამედ დღეების საქმე და საათების საქმე. ივანიშვილი დასრულდება ამ ქვეყანაში. არავინ არ შეეგუება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რუსული სტილის წითელ ტერორს საქართველოში. და მივიღებთ ჩვენ ახალ არჩევნებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება, ვის მხარეს დგანან. დგანან ქართველი ხალხის მხარეს და ემსახურებიან საქართველოს, თუ არიან ივანიშვილის მხარეს და ემსახურებიან რუსულ რეჟიმს და ახორციელებენ ქვეყანაში წითელ ტერორს. ამიტომ დღეს ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყველა კეთილსინდისიერმა პროკურორმა, თუ არსებობს ასეთი ადამიანები დღეს აი ამ შენობაში. სწორედ ამიტომ ვარ ჩვენ შეკრებილი, რომ ეს არჩევანი უნდა გააკეთოს ყველამ. ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, უსამართლო დევნა უნდა შეწყდეს, პოლიტიკური საქმეები უნდა დაიხუროს და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენ ვართ ევროპა, საქართველო არის ევროპა. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ და ეს არის გარდაუვალე, ამას ვერც ივანიშვილი ვერავინ ვერ შეცვლის და დაკავებული ადამიანები, პატრიოტები, საკუთარი ქმედებით იცავდნენ საქართველოს, არიან გმირები და გმირები კი არ უნდა იყვნენ პატიმრობაში, უნდა იყვნენ ის სამართალდამცავები, რომლებიც არაადამიანურად ეპყრობოდნენ დაკავებულებს, აწამებდნენ და ყველა ესეთი ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. დიდი მადლობა ირაკლი ფავრენიშვილსაც დავუსვამ შეკითხვას. ირაკლი, გამარჯობა. ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს მთელ უწყოთ სამოქალაქო პროტესტს. გითხარი კიდევ ერთხელ მთავარი მოთხოვნების შესახებ, იმიტომ რომ რასაკვირველია ეს მოთხოვნები არის ძალაში და ასევე რატომ პროკურატურა მას რა პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში? მთავარი მოთხოვნა ზოგადად ყველას, ვინც ვიგებთ მონაწილეობას, ახლა მნიშვნელობა არ აქვს ეს პოლიტიკოსი იქნება თუ რა პროფესიის წარმომადგენელი, ეს არის ეროვნული წინააღმდეგობა, არის ივანიშვილის გარეშე, ოღონდ რა თქმა უნდა, ახალი არჩევნების ჩატარება, იმიტომ რომ ივანიშვილის თან ერთად ნიშნავს რუსული უშუალობის მიერ ჩატარებულ არჩევნებს და სპეცოპერაციას, როგორც ნახეთ და მათ შორის რა თქმა უნდა იქნება პოლიტიკური პატრიოტების გათავისუფლება. ხა მე დღეს ვიმყოფები აქ ზვიად ცეცხლაძეს მშობლებთან ერთად, ჩემ გვერდზე არიან ეს ადამიანები და ასეთი ახალგაზრდა პატრიოტები არიან ციხეში და სიკვდილის ბრიგადებმა, სიკვდილის კორიდორები გამოატარეს ამ ახალგაზრდებს, არაადამად მოიპყრნენ, აწამეს, ცემეს და ამის შემდგომ კიდევ ციხეში გამოაწყვეს შეთითხნილი ბრალდები წლების მანძილზე. ამ ქვეყანას შეუძლებელია ერქვა საქართველო, იმიტომ რომ საქართველო მშობლები არიან და ანუ არ შეიძლება ამ ქვეყანას ერქვა საქართველო, იმიტომ რომ საქართველო გახლავთ ისეთი კულტურის ქვეყანა და ისეთი იდენტობის ქვეყანა, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული სისტემა შეუძლებელი იყოს პატრიოტების მიმართ ასეთი უმოწყალო და ასეთი მწამებელი. ეს ამიტომაც არის რუსული რეჟიმი, რომ ქართულ ახალგაზრდა პატრიოტებს სიკვდილის ბრიგადებით, სიკვდილის კორიდორებში ატარებდნენ 1921 წელს, 1999 წლის 9 აპრილს. ეხა ატარებენ, იმიტომ რომ ასევე გახლავთ რუსული რეჟიმი. ამიტომაც ივანიშვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ და პროკურატურასთან იმიტომ მართავთ, რომ ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ საფლავში. უნდა ჩაყვნენ ივანიშვილს, თუ უნდა გადმოვიდნენ ქართული ხალხის ხარეს და თუ ოდესმე ეს მიმართვა იყო აქტუალური, თუ ოდესმე ამ მიმართვას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, აქვს ეხლა ხვალ უკვე აღარ იქნება და ხვალ უკვე ისინი საფლავში იქნებიან, პოლიტიკურ, სამართლებრივ, მორალურ საფლავში იქნებიან ივანიშვილთან ერთად და მშობლებიც აქ არიან და გადავიდნენ.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილი ზვია ცეცხლაძე და ყველა ის პირი, ვინც აქ წარმოდგენილია, არიან პოლიტიკური პატიმრები, ისჯებიან იმისათვის, რომ უყვართ სამშობლო, იბრძვიან სამშობლოს თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის. ყველა ამ ადამიანმა დაინახა საფრთხე, რომ ჩვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის ჯურღმულებში, ნაცვლად ევროპის განათებულ საზოგადოებაში. შესაბამისად, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები, უფრო ძირითადად ბავშვები არიან, აჯანყდნენ მოთხოვნით, რომ ქვეყანა გადავიდეს ლეგიტიმურ რელსებზე და ევროკავშირის გზას არასწრებს. ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ არაფერი არ დაუშავებიათ, მათი მოქმედება იყო სრულად კანონთან შესაბამისობაში, როცა გამხეცებული, გავეშებული სპეცნაზი გესხმის თავს და გიმეტებს სასიკვდილოდ, ყველას აქვს უფლება მოგერიების. ესენი სულ ყველა მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდნენ და თავს იცავდნენ, თავიანთ სიცოცხლეს იცავდნენ ამ გავეშებული მხეცებისაგან. შესაბამისად, ყველა საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი, აბსოლუტურად უკანონო და პოლიტიკური სარჩულით დღევანდელი პროკურატურა აპირებს ამ ბავშვების გასამართლებას და მრავალწლიან ციხეში გაშვებას. მოუწოდებ პროკურატურას შეწყვიტოს ეს დევნა, პოლიტიკური დევნა ბავშვების, პოლიტიკური დევნა ახალგაზრდების, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, გამოუშვას ციხიდან ეს ადამიანები, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას. ზვიად ცეცხლაძის დედასაც დავუსვამ შეკითხვას. გამარჯობა, ჩვენ ზვიადს ხედავდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის სამოქალაქო პროტესტის წინა ხაზზე. რა არის ბოლო სიახლე მისგან ამ საქმეზე, რა ისმის თუ გქონდათ მასთან კომუნიკაცია ყოფილი? კომუნიკაცია ტელეფონით, შეხვედრა არ მქონია და თვითონ ეს ამბობს, როგორია მისი განწყობა? მისი განწყობა არის ამაღლებული პრობლემა არ აქვს ჯანმრთელობისაც და არის კარგად, ხნეთ არის, არ არის ჩავარდნილი დარჩი და ვაივუში არ აქვს პრობლემა და პროკურატურას მივმართავდა მოსამართლებს, რომ იმ ბავშვების თვალებში დაინახონ მათი შვილების სურვილიც. მარტო ჩემი შვილი მისთვის არ ბრძოლობს, მათ შვილებზეც ბრძოლობს და აი ის იფიქრონ, რომ იქ მათი შვილები არიან და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. მარტო სხვის შვილებს ნუ ფიქრობენ, საკუთარი შვილიც იფიქრონ. და ეს ისე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, საკუთარ გულში ჩაიხედონ და სიმართლე დაინახონ. დიდი მადლობა ზვიად ცეცხლაძის მშობლებს უსმენდით, მე დაგიტოვებთ კადრს. პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გრძელდება, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, სწორედ ამას სკანდირებენ აქ შეკრებილი მოქალაქეები. აქ როგორც კადრში ხედავთ, აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები, სადაც გამოსახულები არიან სწორედ რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების სახელებითა და გვარებით საპროტესტო აქცია პროკურატურასთან ისევ გრძელდება.